გამარჯობათ მეგობრებო. როგორ მოვგზავნოთ ეს სქემა? დღეს ვისაუბროთ ამ თემაზე. ეს ზაფხულისთვისაც ძალიან კარგი გამოვა. ოღონდ უფრო სხვა ძაფით, ეს სქელი ძაფებია, თბილი ძაფებია, აი ასეთი თხელი, ბამბის. ასეთი ძაფებით ძალიან ლამაზი გამოდის ასეთი სქემები. და ზაფხულისთვის კარგია, ახლა ეს ძალიან თბილია, ეს უკვე კარგია. და მსგავსი ასეთი შემადგენლობის ძაფები, ბამბის და რა ვიცი, მთავარია ნატურალური იყოს. ყოველ შემთხვევაში ძირითადად არჩიეთ ძაფები უფრო ნატურალური შემადგენლობით, ყველანაირად კარგია. ახლა ამ სქემას რეზინა არ ჭირდება, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს სილამაზისთვის რეზინა კონდეს, მოაქვს რეზინას და რეზინას შემდეგ ან თუ როცა თვლებს აიღებთ, დააყენებთ ასე თვლებს რაოდენობით 3 უკუღმა თვალი, 5 წაღმა თვალი. აი აქ ახლა არის, აი ასეთნაირად. ახლა ეს სულ წაღმა უნდა გსოვო, მე რო ვამბობ უკუღმა თვალი, 3 უკუღმა თვალი, უბრალოდ რომ გამოვყო აი ამ სქემისგან. ახლა აქეთ მხარეს ეს ხოა გარეთა პირი, ეს არის შიგითა უკუღმა პირი. ახლა ვინც იცით გსოვა და აკვირდით, ეს აქაც წაღმაა ნაგვსოვი, ეს 3 თვალი და აქ ხო წაღმაა ნაგვსოვი. ეს 5 თვალი, რომელიც სქემაა, შიგითა უკუღმა პირიდან იქსოვება უკუღმა, აქედან წაღმა. და ეს 3 თვალი სულ წაღმა იქსოვება. ამიტომ აი ასე უნდა განსაზღვროთ, რომ დააყენოთ თავიდან თვლების რაოდენობა და გადათვალოთ, ეს 3 თვალი, მაშინ ასე ვიტყვი ახლა მე, რომელიც სულ წაღმა იქსოვება, აქედანაც, იქიდანაც, თუ თქვენ ირგვლივ მოგსოვთ, აქედან წაღმა იქნება 1 რიგი და 1 რიგი უკუღმა უნდა მოგსოვოთ, ეს 3 თვალი სადაც იქნება, რადგან ირგვლივ გსოვთ. αλλά როცა ასე გავდივართ, გამოვდივართ, სულ წაღმა გსოვთ და ასეთი გამოდის. ეს 5 თვალი, სადაც სქემა იქსოვება, აქედან სულ წაღმა უნდა იყოს, აქედან სულ უკუღმა უნდა იყოს. თუ ირგვლივ გსოვთ, სულ წაღმა მოგსოვთ ამ 5 თვალს, თუ ასე გსოვთ ნახევარს, მაშინ აქედან უკუღმა მოგსოვთ შიგითა პირით. ერთი სიტყვით ფიქრობ გასაგებია, როგორ აიღოთ რაოდენობა, რა თქმა უნდა, რასაც მოგსოვთ თქვენზეა დამოკიდებული და რამდენი თვალი გექნებათ, უბრალოდ ასე გაანაწილეთ. 3 წაღმა თვალი და უკუღმა თვალი, უკაცრავად 5 თვალი, რომელიც სქემისთვის არის განსაზღვრული. ეს ნაპირის თვალია და არ ითვლება სქემაში და ვიწყებს სქემას. 1, 2, 3 წაღმა თვალი მოვგზოვე. ახლა აქ მაქვს მე 5 წაღმა თვალი. ამ 5 თვალს ახლა როგორ გავანაწილებ? 2 თვალი, აქედან გავდივარ, ყოველთვის დააკვირდით, სულ ვამბობ, საიდან უნდა მოვგზავნოთ სქემების დროს თვლები. 2 თვალი ერთად ამომყავს. ვუმატებ. 1 თვალი იქსოვება ჩვეულებრივად, დამრჩა 2 წაღმა თვალი. მთლიანობაში 5 თვალიდან, ხო? ვატრიალებ ამ 2 წაღმა თვალს, ვაბრუნებ უკან, აი ასე ვატრიალებ. და ახლა ვგსოვ ერთად, ჯერ ვუმატებ და ვგსოვ ერთად ამ 2 თვალს. აქაც ვუკლე და მაგიერიც დავტოვე 2 თვალი, ვუმატებ. შემდეგი 3 წაღმა თვალი, რომელიც სულ იქსოვება აქედან და იქიდან წაღმა და გამოდის წაღმა უკუღმა, წაღმა უკუღმა. 5 წაღმა თვალი,
აქედან გავდივარ და ორ თვალს ერთად ვგსოვ. ვუმატებ მაგიერს. ერთი თვალი ჩვეულებრივი გსოვება, ორი წაღმა თვალი ვატრიალებ ორივეს, ვაბრუნებ უკან, ვუმატებ ჯერ და შემდეგ ერთად ვგსოვ. 1, 2, 3 წაღმა თვალი, მაქვს 5 წაღმა თვალი ახლა აქ. 2 ერთად, ვუმატე, ჩვეულებრივი გსოვება 1, ვუმატე, ვატრიალებ და ისე ამომყავს ერთად. 3 წაღმა თვალი, 5 თვალი მაქვს აქ წაღმა. ჩანს რომ რამდენიმე რიგი მოქსოვილია ეს, ხო, წაღმა. 2 თვალი გავდივარ და ასე ვგსოვ ერთად, ვუმატებ მაგიერს, ერთ თვალს ჩვეულებრივად ვგსოვ, ვუმატებ, ვატრიალებ ამ ორ თვალს და ერთად ვგსოვ. 3 წაღმა თვალი. და ეს ბოლო თვალი ნაპირის თვალი, რომელიც სქემაში არ ითვლება. შემოვტრიალდით, გვგსოვთ შიგითა პირიდან, უკუღმა მხრიდან, რა ვიცი, როგორც გინდა დაარქვით. ეს ნაპირის თვალია. 3 წაღმა თვალი, აი ეს ის 3 წაღმა თვალია, სულ წაღმა რო იგსოვება. ახლა აქ მაქვს მე 2, 4, 5 თვალი, რომელზეც სქემა გავაკეთე, მოვგსოვე. ეს 5 თვალი სულ აქედან უკუღმა იგსოვება, უკუღმა შიგითა პირიდან, უკუღმა იგსოვება ყველა თვალი. ეს 3 წაღმა თვალი, აქ მაქვს 2, 4, 5 თვალი, რომელიც უკუღმა უნდა მოვგსოვო ყველა თვალი. ნამატი ჩვეულებრივ ვგსოვთ, არ ვხურავთ, რადგან აქ სქემაა. მატება სქემისთვის, ხო? თუ ვინმე მოусმინა ამ ვიდეოს, მატებები რისთვისაა და როგორ გსოვება, ეს 3 წაღმა თვალი, 2, 4, 5 თვალი, რომელიც უკუღმა უნდა მოვგსოვო აქედან. და თუ ირგვლივ მოგსოვთ წაღმა. 3 წაღმა თვალი, 2, 4, 5 უკუღმა თვალი. არასწორ თვალსაც ეძახიან მგონი ამ უკუღმა თვალს. ვინ როგორ არ ვიცი, მე ვიცი უკუღმა. 3 წაღმა თვალი და ნაპირის თვალი, რომელიც სქემაში არ არის. ეს სქემა მოვგსოვეთ, შემოვტრიალდით, ვართ გარეთა მხრიდან. 3 წაღმა თვალი. ახლა გასაგებია, ხო, ეს სულ წაღმა იგსოვება, აქედანაც, იქიდანაც. და კიდე ვიმეორებ, თუ მოგსოვთ ირგვლივ, ერთ რიგს მოგსოვთ წაღმა, ერთ რიგს, შემდეგ რიგს უკუღმა, შემდეგ რიგს წაღმა და ასე. აი ის 5 თვალი, რომელზეც ჩვენ სქემა მოვგსოვეთ, იგსოვება წაღმა. ნახეთ ახლა რა გამოვიდა. ესაც წაღმა იგსოვება, ესაც ჩვეულებრივად იგსოვება, ამ რიგზე სქემას არ გსოვთ. ეს არის უკვე სქემა, უკუღმა რიგი მეორე მოვგსოვეთ, მესამე რიგს ვგსოვთ ახლა ჩვეულებრივად და ყველა თვალს ამ რიგზე გადავგსოვთ წაღმა.
რადგან ეს სამი წაღმა თვალია, ეს სქემის 5 თვალიც წაღმა იქსოვება და ეს რიგი სულ წაღმა იქსოვება. ეს ძაფი ვერ გავაჩერი. აი ასე. ეს რიგი მთლიანად წაღმა იქსოვება. ეს არის უკვე სქემის მესამე რიგი. ახლა ნახეთ როგორ გადავაბა მე ამ ძაფს. კი არ გამოვნასკვალ. ნახეთ. ეს ისევ ის ძაფია ძველი, ასე ვთქვათ, რომლითაც ვქსოვდი და გათავდა, კი? დამთავრდა ის ძაფი, ხო? ეს ჩავაბი აქ. ნახეთ როგორ ჩავაბი. ცოტა მეტი დავტოვოთ. ვიწყებ ახალი ძაფით ქსოვას. ახლა ნახე აქ მაქვს ორივე. ერთი ძაფი, რომელიც უკვე მთავრდება და მეორე, რომელიც ჩავაბი. ჯერ ერთს გადავახვევ, შემდეგ მეორეს, ამოვიყვან თვალს, შემდეგ მეორეს გადავახვევ, ამოვიყვან თვალს, შემდეგ მეორეს. ვანაცვლებ ერთმანეთს, ხო? რომ ორივე ჩავამაგრო. არც გამოვნასკო, არც რაღაცები ვქნა. ნუ რამდენი სადამდე გაყვები ეყოფა, ხო? დავამაგრე. ბევრნაირად შეგიძლიათ დაამაგროთ. თუ მაინც და მაინც ნასკვი გექნებათ, ის ნასკვი შიგით უნდა მოაქციო, ისე უნდა მოგქსოვო, როცა მიხვალ იმ ნასკვთან და თვალს ამოიყვან იქ. ისეთნაირად უნდა ამოიყვანო იქ თვალი ნასკვთან, რომ ის შიგით მხარეს დარჩეს და არა გარედან. შემოbrunდი, ახლა აქ ნახე სამი წაღმა თვალი, რომელიც წაღმა იქსოვება აქედანაც და იქიდანაც. 2, 4. ეს 5 თვალია, რომელიც აქედან უკუღმა იქსოვება, აქედან წაღმა სქემის თვლებია, ამიტომ უკუღმა მოვგზო. 1, 2, 3, 4, 5. სამი თვალი, რომელიც წაღმა იქსოვება ორივე მხრიდან. აქ 2, 4, 5 თვალი ეს არის სქემის, რომელიც აქედან ყოველთვის უკუღმა იქსოვება. ეს არის უკვე მეოთხე რიგი, ხო? მე მგონი. სქემის მეოთხე რიგი. 1, 2, 3 თვალი, 2, 4, 5 თვალი, რომელიც სქემისაა და აქედან უკუღმა იქსოვება. 4, 5. 3 წაღმა თვალი, 2, 4, 5 უკუღმა თვალი სქემის. 3 წაღმა თვალი და მეოთხე რიგიც მოიქსოვა. ახლა ნახეთ რა გავაკეთეთ ჩვენ. სქემა ხო მოვგზოვეთ აი აქ. ვიყავით პირველი რიგი სქემა მოვგზოვეთ. მეორე რიგი უკანა მხრიდან გადმოვგზოვეთ ჩვეულებრივად. მესამე რიგი აქედან გადავგზოვეთ ჩვეულებრივად, სქემა როგორც გვეუბნება და მეოთხე რიგი მოვგზოვეთ ისევ იქიდან ჩვეულებრივ და სქემა დამთავრდა. ვიწყებთ თავიდან. ახლა სქემას ვიწყებთ თავიდან. ეს ნაპირის თვალი. 3 თვალი სქემის წაღმა იქსოვება. აი
2, 4, 5 თვალი მაქვს სქემის. აქედან გავდივარ და ერთად ვგსოვ ამ ორ თვალს. ვუმატებ. ჩვეულებრივად ვგსოვ ამ თვალს. ვუმატებ. ორ თვალს ვატრიალებ და ერთად ვგსოვ. აი ეს არის სულ სქემა. შემდეგ 3 თვალი წაღმა. სქემის 5 თვალი. აქედან გავდივარ და ერთად ვგსოვ, ვუმატებ, ჩვეულებრივად ვგსოვ, ვუმატებ, ვატრიალებ ორ თვალს, ვაბრუნებ და ერთად ვგსოვ. 3 წაღმა თვალი. 5 თვალი გვაქვს სქემის. ერთად ამომყავს, ვუმატებ, ჩვეულებრივად ვგსოვ ამ თვალს, ვუმატებ, ორ თვალს ვატრიალებ, დავაბრუნებ უკან და ერთად მოვგსოვ. 3 წაღმა თვალი. 2, 4, 5. ეს სქემა. აქედან გავდივარ, ვუკლებ, ვუმატებ მაგიერს, ჩვეულებრივად ვგსოვ ერთ თვალს, ვუმატებ, ვატრიალებ ამ ორ თვალს, დავაბრუნებ უკან და ერთად მოვგსოვ. 3 წაღმა თვალი და ესაც ნაპირის თვალი. ახლა რა მინდა ნახოთ? აი დააკვირდით სქემას მეგობრებო. როცა მოვდივარ სქემასთან, ეს ხო არის სქემა. ვამბობ, აქედან გავდივარ და ორ თვალს ერთად ვგსოვ. აი ასეთ იქსოვება, თუ აქედან გახვალ და სხვათა შორის არ მოიყვან როგორც გინდა. აქედან რო გახვალ, შემდეგ ერთი თვალი ჩვეულებრივი იქსოვება. აქეთ მატება, აქეთ მატება. ახლა აქ ნახე. ვამბობ, ვატრიალებ ორ თვალს, აქედან გავდივარ, შემდეგ უკან რო ვაბრუნებ და ერთად ვგსოვ. აი რა მნიშვნელობა აქვს, საიდან ამოიყვან თვლებს სქემაში. ეს აქედან იქსოვება ორი თვალის კლება, აქ ვატრიალებ და აქედან გავდივარ კიდე რო ვუკლებ და აი ასე აიკინძება სქემა. ასეთი სახე გამოვა, აი ასე, ყველა ასე წავა. და არ იქნება, როგორ თქვა, არ ვიცი, აბდა-უბდა და არ იქნება ფორმა სქემას. მაშინ თუ არ დავაკვირდებით თვლები საიდან ამოვიყვანოთ და როცა გვაქვს სქემა, როგორ წავიკითხოთ, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, საიდან უნდა ამოვიყვანოთ თვლები სქემაში. ეს ის თვლებია, სულ რო წაღმა იქსოვება, აქედან წაღმა იქსოვება, აქედან წაღმა იქსოვება და გამოგვივიდა ასეთი სქემა. ახლა ვაგრძელებთ. პირველი რიგი მოვგსოვეთ სქემა, ხო? ერთი რიგი, პირველი მოვგსოვეთ სქემა. ეს ნაპირის თვალია. 1, 2, 3 წაღმა თვალი, მეორე რიგს ვგსოვთ ახლა. მეორე რიგს. ეს არის სქემის 5 თვალი, 2, 4, 5 და აქედან იქსოვება უკუღმა. სამი წაღმა თვალი, 2, 4, 5, ეს არის სქემის 5 თვალი და იქსოვება უკუღმა. 3 წაღმა თვალი, 5 თვალი, ეს არის სქემა. 3 წაღმა თვალი,
5 თვალი ეს სქემაა და იქსოვება უკუღმა. მეორე რიგი მოვგსოვეთ. 3 წაღმა თვალი. ეს ნაპირის თვალი. მესამე რიგი. სქემის მესამე რიგი. 3 წაღმა თვალი. სქემის 5 თვალი წაღმა, რა თქმა უნდა, გარეთა პირიდან ვგსოვთ, გარეთა მხრიდან ვგსოვთ, 3 წაღმა თვალი და ესე იგი მესამე რიგს სქემის ვგსოვთ სულ წაღმა, ყველა თვალს ვგსოვთ წაღმა. ნაპირის თვალი. შემოვტრიალდით, უკუღმა მხრიდან ვართ და ვგსოვთ სქემის მეოთხე რიგს. 3 წაღმა თვალი. ორი, 4, 5 ეს არის სქემის 5 თვალი. და იქსოვება უკუღმა, რადგან შიგითა მხარეს ვართ, უკუღმა პირიდან ვართ, რა ვიცი. 3 წაღმა თვალი. მეოთხე რიგი იქსოვება 3 წაღმა თვალი, 5 უკუღმა თვალი. 2, 3, 4, 5. 1, 2, 3. 1, 2, 3, 4, 5. 1, 2, 3. 1, 2, 3, 4, 5. 1, 2, 3. ახლა ეს ნიმუშია, თქვენ გექნებათ ალბათ, რასაც მოგხსოვთ, ბევრი თვლები და სულ ასე იქნება 3, 5, 3, 5 სქემა აწყობილი. მეოთხე რიგი მოვგსოვეთ ჩვენ სქემა დავაყენეთ, შემდეგ 3 რიგი მოვგსოვეთ და ვიწყებთ სქემას თავიდან. პირველი რიგი სქემის. ეს ნაპირის თვალი. 1, 2, 3 წაღმა თვალი და 2, 4, 5. აქ არის უკვე სქემა. აქედან გავდივარ და ორ თვალს ერთად ვგსოვ. ვუმატებ, ერთი თვალი ჩვეულებრივად იქსოვება, 2 თვალი მაქვს, ახლა ვუმატებ, ატრიალებ ამ ორ თვალს და ერთად ვგსოვ. 3 წაღმა თვალი. 5 თვალი სქემის. პირველი 2 თვალი აქედან გავდივარ და ერთად მომყავს, ვუმატე, ერთ თვალში ჩვეულებრივად ვგსოვ, ვუმატე, ორ თვალს ვატრიალებ, დავაბრუნებ და აი ასე გამოვიყვა. 1, 2, 3. აქედან გავდივარ და ერთად ვგსოვ ორ თვალს, ვუმატებ, ერთ თვალს ვგსოვ ჩვეულებრივად, ვუმატებ, ამ ორ თვალს ვატრიალებ, დავაბრუნებ უკან და ერთად ამოვიყვა.
1 2 3 ორ თვალს აქედან გავდივარ ერთად გსოვ ვუმატებ ერთ თვალს გსოვ ვუმატებ ვატრიალებ ამ ორ თვალს დავაბრუნებ უკან და აი ასე ამოვიყვება სამი წაღმა თვალი და ნაპირის თვალი. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.